მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ მაღაზია ტაქტიკალ ჯიში არსებულ სხვადასხვა ტიპის სამჭიდეებს. აქ წარმოდგენილი სამჭიდეები არის გათვლილი სხვადასხვა საიერო შუშაშხანის და ავტომატის მჭიდების მოსათავსებლად და თვითონ სამჭიდეები არის მოლე სისტემაზე თავსებადი და განკუთვნილი არის სხვადასხვა ტიპის ჯავშანჟლეტების, ფილის მატარებელი პლატფორმების და საბრძოლო კამრების ასაწყობად დასაკომპლექტებლად. თვითონ წარმოდგენილი სამჭიდეები არის როგორც თანამედროვე კონსტრუქციის შედარებით კონსტრუქციულად და კონცეპტუალურად ახალი ტიპის სამჭიდეები არის ასევე კლასიკური სამჭიდეების თანამედროვე ვარიანტები, შედარებით თანამედროვე მასალებით დამზადებული. დავიწყოთ აქ წარმოდგენილი სამჭიდეებით. ეს არის უკრაინული კომპანია ემტაკის წარმოების სამჭიდეები, რომლის რამდენიმე ნიმუში არის აქ წარმოდგენილი და ეს არის უნივერსალური სამჭიდეები, რომელიც გათვლილი არის ორი ძირითადი სახეობის ავტომატის მჭიდებზე, ესენი არის M4 ტიპის ავტომატის მჭიდები და ასევე კალაშნიკოვის სისტემის AKS-ის და AKM-ის ტიპის ავტომატების მჭიდებზე. აქ მოცემული ყველა მჭიდი გამოიყენება უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებში, როგორც გურის სპეცდანიშნულების ნაწილებში, ასევე SPU სპეცდანიშნულების ნაწილებში და ყველა არის საბრძოლო სიტუაციაში გამოსტილი და მხოლოდ შემდეგ არის წარმოებაში ჩაშვებული ათასობით ერთეული, მიეწოდება როგორც უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებს, ასევე აქტიურად იყენებენ უკრაინელი მოხალისეები და იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. პირველი ეს ნიმუში, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის კლასიკური კონსტრუქციის ერთგანყოფილებიანი სამჭიდე, რომელიც დამზადებული არის სამჭიდე არის კლასიკური კონსტრუქციის, თუმცა არის თანამედროვე მასალების გამოყენებით დამზადებული. ძირითადი მასალა ისგანაც ეს არის დამზადებული, ეს არის ლაზერით, სპეციალურ დაშგაზე ლაზერით დაჭრილი კორდურა 500, ორიგინალი მულტიკამის გამოფრირებით, რომელიც პრაქტიკულად დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული გამოფრირება არის მსოფლიოს სხვადასხვა შეიარაღებულ ძალებში. თვითონ სამჭიდე არის ერთგანყოფილებიანი, თუმცა მისი ტევადობა შიგნით არის გათვლილი ორ მჭიდზე. აქვს სპეციალური გამოძლიერებელი, რომ მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის დროს, ესეთი სრულ პირობებში ექსპლუატაციის დროს მარტივად არ დახიოს სხვადასხვა ტიპის მჭიდებმა, როგორც M4-ის ალუმინის მჭიდებმა, რომელიც ხანგრძლივი ექსპლუატაციის დროს ზოგადად აზიანებს სამჭიდეებს, ასევე კალაშნიკოვის მჭიდებმა. თვითონ კონსტრუქცია დახურული ტიპის არის, აქვს ესეთი ორი მხრიდან აქვს ესეთი რეზინის და მომჭიმები, რომელიც გათვლილი არის ჩადებული მჭიდის მჭიდროდ დასაფიქსირებლად. თვითონ ფიქსაცია უკვე ზემოდან ხდება ესეთი გადმოსაფარებელი თავსახურით, რომ შიგნით ჩადებული მჭიდი სიტყვაზე ხოხვის შემთხვევაში დაიცვას ტალახისგან, მჭიდი დაიცვას სამჭიდიდან ამოვარდნისგან და ასე შემდეგ. თვითონ თავსაფარი შესაძლებელია დაფიქსირდეს შიგნითაც და უკვე სამჭიდის გამოყენება შესაძლებელია სწრაფი ამოღების სამჭიდედ, ღია სამჭიდეთ. მოდით ახლა მოვათავსებ სხვადასხვა ტიპის მჭიდებს და ნახოთ როგორ ეტევა კალაშნიკოვის სისტემის AK-74-ის, იგივე AKS-ის 5.55 მმ-ის მჭიდი. ამ სამჭიდეში თავისუფლად ეტევა ორი ასეთი მჭიდი. ეტევა ასევე ასეთი ბულგარული წარმოების 5.56 მმ კალიბრზე გათვლილი კალაშნიკოვის ეგრეთ წოდებული ვაფლი მჭიდები, რომელიც გაბარიტებში არის სისქეში და სიგანეში ცოტათი უფრო დიდი არის AKS-ის მჭიდთან შედარებით. ჩვეულებრივად ასეთი ტიპის მჭიდიც ორი ერთეული ეტევა, ორი ცალი. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივად და თავისუფლად ეტევა M4-ის მჭიდები, როგორც პლასმასის იმაგები. ასევე ჩვეულებრივი სამხედრო USG სტანდარტის ტანაგის სტანდარტის ალუმინის მჭიდები M4-ისთვის და 15-ზე რაც გამოიყენება. ეტევა ორი მაგფული, ჩვეულებრივად და ორი ჩვეულებრივი ტანაგის ალუმინის მჭიდი. თვითონ სამჭიდის ფიქსაცია მოლე სისტემაზე ხდება ესეთი ასევე ლაზერზე დაჭრილი მოლე ლენტებით, რომელიც ცალკე პლატფორმად არის და დაკერებული არის სამჭიდის უკანა ნაწილზე, უკანა თვითონ ძირითად კორპუსზე. თვითონ მოლეს უჯრედები, სრული მოლეს უჯრედები აქვს და ასევე არის ლაზერკატი ლაზერზე დაჭრილი.
თავსებადი არის ნებისმიერი ტიპის, ასე ვთქვათ, სტანდარტულ მოლეზე, რომელიც მოლეს, ასე ვთქვათ, სტანდარტების დაცვით არის შეკერილი და დამაგრებული კონკრეტულ ამა თუ იმ აღჭურვილობაზე. თვითონ ფიქსაცია ბოლოებში ძველი მოლეს ლენტებისგან განსხვავებით, სადაც კნოპები გამოიყენებოდა, ეს არის შედარებით თანამედროვე მიდგომა, ეს არის შესაკეცი ვარიანტი მოლეს ლენტების დაფიქსირების შემდეგ ხდება მისი შეკეცვა მოლე ლენტაში და ძალიან მარტივად ხდება მისი დაშლა და მოხსნა აღჭურვილობიდან და რა თქმა უნდა დაცული არის კნოპების დაზიანებისგან, რაც საკმაოდ დიდი გავრცელებული პრობლემა არის ძველებური დამაგრების მეთოდთან შედარებით. მეორე აქ წარმოდგენილი სამჭიდე ეს უკვე არის ცოტა უფრო რთული კონსტრუქციის და კიდევ უფრო დახვეწილი სამჭიდე. ეს არის ორმაგი, ასე ვთქვათ, სწრაფი ამოღების სამჭიდე, რომელსაც პლუს დამატებული აქვს ზემოდან დამცავი ქავერი. თუ სამჭიდე გვჭირდება სიტყვაზე ჯავშანჟილეტის წინიდან დასამაგრებლად და გვინდა რომ ჭიდები ხოხვის შემთხვევაში იყოს დაცული ტალახისგან, ნაგვისგან და დაკარგვისგან და ასე შემდეგ. თუმცა ეს ორგანყოფილებიანი სამჭიდე ცოტა ისეთი რთული კონსტრუქციის არის და აქვს ესეთი მოდულარული სქემა, ეხსნება ეს ზედა ნაწილი და ეს შეგვიძლია შევინახოთ და თვითონ სამჭიდე გამოვიყენოთ როგორც ფასტმაგი, ანუ სწრაფი ამოღების სამჭიდე. შეგვიძლია დავამაგროთ საბრძოლო კამარზე, სხვადასხვა მხრიდან აი ესეთ ვორბელთებზე, რომელსაც აქვს მოლეს სისტემა და ასევე დავამაგროთ სხვადასხვა ტიპის ჯავშანჟილეთზე. თვითონ ეს სამჭიდე შედგება ორი ცალკეული განყოფილებისგან, რომელიც ერთმანეთზე არის დაკერებული და ერთიანობაში სამჭიდეს კრავს ესეთი წელვადი კორდი, იგივე ბანჯი კორდი, რომელიც ესეთი პლასტიკის აფიქსირებელით არის ბოლოში შეკრული. თვითონ სიმტკიცის კონსტრუქციის სიმტკიცისთვის ჩატანებული აქვს თხელი პლასტიკატის ფურცლები და პრაქტიკულად ჩემი შეფასებით ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინული წარმოების სამჭიდე არის ასევე სამისი ერთგანყოფილებიანი კონფიგურაციები, სადაც მხოლოდ ესეთი ნახევარი არის წარმოდგენილი. თვითონ სამაგრები საკმაოდ მაღალი პლატფორმა არის, სრული მოლეთი არის წარმოდგენილი და ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ლაზერით დაჭრილი არ არის წინა სამჭიდისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი 25 მმ-იანი მოლე ლენტები არის, მილსპეკი არის სამხედრო შესრულების და ასევე კნოპების გარეშე შეკეცვადი, ეს ბოლო არის გადაკეცილი, ჩატანებული აქვს პლასტიკის ფირფიტა სიმყარისთვის და ფიქსაციის შემდეგ ხდება თვითონ საკუთარ მოლე უჯრედში შეკეცვა. ეს არის ძალიან სწრაფად დამაგრებადი და სწრაფად დაშლადი შემდგომში. მოდი ვნახოთ ახლა როგორ თავსდება სხვადასხვა მჭიდები ამ კონკრეტულ სამჭიდეში. დავუწყოთ კალაშნიკოვის AKS-ის მჭიდით, ესეთი მარტივად ჩვეულებრივად ჩადის და ძალიან მჭიდროდ ფიქსირდება, იმიტომ რომ ბანჯი კორდიც ეხლა როგორც გითხარით, წელვადი კორდი 360 გრადუსით კრავს სისტემას და დაცული არის მაქსიმალურად არის დაცული მჭიდი ამოვარდნისგან. ასევე მეორე სამჭიდე უკვე ვაფლი, ეგრეთ წოდებული ვაფლი მჭიდი 5.56 მმ-ის, ესეც ხედავთ ჩვეულებრივად ორი მჭიდი როგორ ფიქსირდება. ეს უკვე M4-ის სტანაგი მჭიდი და M4-ის მაკულის პლასტიკის მჭიდი პიმაგი იგივე ასე ფიქსირდება. ზოგადად სამჭიდის უკანა სამაგრი პლატფორმის სიმაღლე გათვლილი არის უფრო აი შესაბამისი არის M4-ის მჭიდების სიმაღლესთან. თუმცა სურვილი შემთხვევაში ამ სამჭიდეში ჩვეულებრივად თავსდება AKM-ის 762 მმ-იანი AKM-ის მჭიდებიც და ასევე ეს სამჭიდეები ღია კონსტრუქციაში, ღია კონფიგურაციაში გამოიყენება RPK-ს 74-ის 45 ვაზნიანი გრძელი მჭიდების ჩასალაგებლადაც. გვაქვს აქვე ასევე რამდენიმე სამი სახეობის შედარებით მარტივი კონსტრუქციის, მინიმალისტური კონსტრუქციის სწრაფი ამოღების სამჭიდეები, რომელიც განკუთვნილი არის როგორც საბრძოლო კამონებზე, ვორბელთებზე დასამაგრებლად, ასევე განკუთვნილი არის თვითონ ჯავშანჟილეტებზე დასამაგრებლად, როგორც წინიდან, ასევე გვერდებიდან და ასე შემდეგ. მოლე სისტემა ამის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენი სურვილიდან, ჩვენი გემოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე ავაწყოთ სხვადასხვა კონსტრუქცია. თვითონ ეს კონკრეტული არის შედარებით უფრო ისეთი ყველაზე დახვეწილი ამ სამიდან. გვერდებზე აქვს ესეთი პლასმასის ჩანართები მჭიდის ფიქსაციისთვის.
წინა და უკანა ნაწილი ზოგადად არის გაერთიანებული, ეს ეგრეთ წოდებული ტაკო პაუჩი არის, ერთგანყოფილებიანი ტაკო პაუჩი. და აქვს ძალიან ისეთი დაბალი, ასე ვთქვათ, დაბალი არის სიმაღლეში, დაბალი სილუეტი აქვს და ძალიან ისეთი პატარა ადგილს იკავებს აღჭურვილობას როგორც ჯავშანჟლედზე, ასევე ქამაზე. აქვს ესეთი სრული 4 ხაზიანი მოლე სისტემა, პირველი ხაზი აქვს ჯავშანჟლეთის ან ქამრის მოლე მოუწევს, შემდგომ აქვს 3 თავისი, ასე ვთქვათ, მოლე უჯრედი და შეკეცვა აქაც ფიქსაცია, აქაც ესეთი შესაკეცი მოლე ლენტებით ხდება. ნახოთ ახლა როგორ თავსდება სხვადასხვა მჭიდები, დავიწყოთ სტანაგის მჭიდით. ესე მარტივად. მაქსიმალურად არის დაცული, პრაქტიკულად გამორიცხული არის ამისი აქედან ამოვარდნა, ნუ ეხლა მჭიდებიც არიელია, თუმცა დატანილი მჭიდი, რომელიც ბევრად უფრო მძიმეა ცარიელ მჭიდთან შედარებით, დატანილი მჭიდიც თითქმის 100% გამორიცხული არის იმის აქედან ამოვარდნა, ვინაიდან თვითონ სამჭიდეს აქვს ინსერტი, ესეთი პლასტმასის ეს კაიდექსის მასალა, ცნობილი მასალა, რომელიც სამჭიდეებზე, კაბურებზე გამოიყენება, კაიდექსის ინსერტი ჩანართი აქვს შიგნით, რომელიც ჩასმის შემდეგ ორივე მხრიდან წინიდან და უკნიდან აწვება მჭიდს უჭერს და ძალიან ისეთი კარგად აფიქსირებს სამჭიდეში. იგივენაირად თავსდება იმაგიც. თავსდება რა თქმა უნდა უპრობლემოდ აკაესის მჭიდიც, რომელიც გაბარიტებში ცოტათი უფრო დიდი არის, თუმცა ბანჯი კორდის საშუალებით ხდება უკვე სამჭიდის შემოწერვა, გაწელვა და ფიქსაცია ძალიან მარტივად. და ასევე ჩვეულებრივად თავსდება ეგრეთ წოდებული ვაფლი მჭიდით, სამ შემთხვევაში 5.56 მმ კალიბრის ბულგარული მჭიდი. შემდგომი, ასე ვთქვათ, ორი სამჭიდე უკვე ანალოგიური კონსტრუქციის არის, უბრალოდ წარმოდგენილი გვაქვს ორ ფერში, ეს არის მულტიკამის უნივერსალური კამოფლირებაში, ორიგინალი სიტყვი მულტიკამი არის და მწვანე ფერის ოლივი გრინი არის ერთ ფერში. თვითონ ეს შედარებით უფრო მარტივი, შედარებით უფრო გამარტივებული კონსტრუქცია არის, ვიდრე ეს კონკრეტული სამჭიდე. სილუეტის სიმაღლე დაახლოებით იგივე აქვს, უბრალოდ მოლე სისტემა აქვს, ლაზერული ჭრის მოლე არის, ლაზერკატი ეგრეთ წოდებული. აქვს ესეთი სამგანყოფილებიანი, სამუჯრედიანი მოლე აქვს, აქაც პირველი მოდის ჯავშანჟლეთის მოლე ან ქამრის მოლე, შემდგომში თავისი ორი მოლე, სადაც ლენტის გატარება ხდება და შეკეცვა აქაც ანალოგიურად ხდება კნოპებით ფიქსაციის გარეშე. აქაც პლასმასის ჩანართი აქვს, ესეთი ხედავთ ესეთი შავი ინსერტი, რომელიც გათვლილი არის ამ მჭიდების მჭიდროდ ფიქსაციისთვის. ესე თავსდება იმაგი. ცოტათი უფრო მარტივად თავსდება სტანაგის ალუმინის მჭიდი და თავსდება ასევე აკაესის მჭიდიც, რომელიც გაბარიტებში კიდევ უფრო დიდი არის. თვითონ გვერდები აი ამ პირველი კოიოტის შეფერილობის სამჭიდისგან განსხვავებით, რომელსაც გვერდები პლასმასის აქვს და ცოტათი უფრო, ასე ვთქვათ, ცოტათი არა, ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, გამძლეარი და მედეგი არის სიტყვაზე დაზიანების მიმართ, როცა ხდება ინტენსიური გამოყენება მჭიდების, განსაკუთრებით აქ კალაშნიკოვის სისტემის მჭიდზე არის საუბარი, რომელსაც ესეთი რკინის კბილანა აქვს ავტომატზე ფიქსაციისთვის, აი ეს რკინის კბილანა ძალიან ისეთი შედარებით უხარისხოს სამჭიდებს, მარტივად აზიანებს, მოკლედ განსაკუთრებით ინტენსიური გამოყენების დროს. ამიტომ ზოგადად კალაშნიკოვის სისტემის მჭიდებისთვის ცოტათი უფრო უკეთესი არის ესეთი პლასმასის გვერდებიანი მჭიდი, იმიტომ რომ ამას ვერ აფიქსირებს, ვერ აზიანებს, მარტივად ჩადის, ამოდის და ფიქსაციას მარტივად ხდება. და ისეთი სამჭიდეები, რომელსაც ესე გვერდებზე რეზინის ისინი აქვს, აფიქსირებელი მომჭიმავი გვერდები, აქ ზოგადად M4 სამჭიდე უფრო ისეთი ხანგრძლივ ექსპლუატაციას ექვემდებარება ამ შემთხვევაში სამჭიდე. კალაშნიკოვის შემთხვევაში არის რაღაცა ძალიან ისეთი მცირე შანსი, რომ გვერდიდან ცოტათი დააზიანოს, მაგრამ მაინც ფიქსაცია საკმაოდ მარტივად ხდება და საიმედოდ. იგივენაირად თავსდება უკვე ვაფლი მჭიდი 5.56 მმ კალიბრით. ეს კონკრეტული სამჭიდეები, რაც მოიხილეთ, ეს არის კომპანია, უკრაინული კომპანია ემტაკის სამჭიდეები, როგორც ერთი კლასიკური კონფიგურაციის, აი საარმიო სამჭიდეო დაუძახოთ, ასევე თანამედროვე ტაქტიკური ვარიანტები და ემტაკის სამჭიდეების გარდა ასევე აქ წარმოდგენილი არის სხვა ტიპის სამჭიდეებიც,
ესენი უკვე არის შედარებით ბიუჯეტური სამჭიდროები ემტაკთან შედარებით, თუმცა ჩემი დაკვირვებით ხარისხი მაინც და მაინც არ ჩამოუვარდება. ესეც ფასტმაგები არის, ეგრეთ წოდებული სწრაფი ამოღების სამჭიდროები. არის რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე ფერში, როგორც მულტიკამი არის ოლივი გრინი, ოლივი დრაბიც არის და არის ასევე შავი ფერის. ყველანაირი ფერის სამჭიდრე არის როგორც ერთგანყოფილებიანი, ასევე ორგანყოფილებიანი ორ მჭიდრზე გათვლილი. მუშაობს როგორც კალაშნიკოვის სისტემის მჭიდრზე, აკაის მჭიდრზე, აკაიმის მჭიდრზე, ასევე M4-ის ყველანაირი მჭიდრზე და ასევე G36-ის მჭიდრიც უპრობლემოდ თავსდება ამაში. გვერდები ამასაც პლასმასის დაფიქსირებლებით აქვს, რომელიც 360 გრადუსით გარშემო დაფიქსირებული არის, დაჭიმული არის ბანჯი კორდით, ანუ წელვადი კორდით. ზემოდან ფიქსაციისთვის ასევე ბანჯი კორდი, წელვადი კორდი აქვს დამატებული, სხვადასხვა სიმაღლის ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენ შეიარაღებაში არსებული შაშხანის ავტომატის ჭიდის გაბარიტების მიხედვით შესაბამის ადგილზე ხდება ამის გადაკვანძვა და კონკრეტულ სიმაღლეზე ფიქსაცია ამ კონკრეტული ბანჯი კორდის, რომ ჭიდის ჩასმის შემდეგ საიმედოდ მოხდეს მისი დაფიქსირება. აი მოდი გავსინჯოთ მაგის შემთხვევაში ცოტა ესეთი დიდ ზომაზე აყენია, ჩამოვწევთ, გადავკვანძავთ ახლიდან და ფიქსაციის დროს მოხდება ბანჯი კორდის გადმოტარება სამჭიდროზე და მისი საიმედოდ ჩაფიქსირება. თვითონ ბანჯი კორდის ზემოდან აქვს ესეთი პლასმასის, პლასტიკატის ხელის მოსაკიდები, რომ სწრაფად მოხდეს სიტყვაზე მჭიდის ამოღების დროს სწრაფად მოხდეს მისი მოცილება. თვითონ სამჭიდროში ეტევა ჩვეულებრივად აკაესის ჭიდიც, აკაიმის 762 მმ-იანი მჭიდის გაბარიტებში დაახლოებით იგივე არის და უპრობლემოდ მოთავსდება და კიდევ უფრო დიდი გაბარიტების მქონე ვაფრი მჭიდიც ჩვეულებრივად ჩადის ამ სამჭიდროში. ამ სამჭიდროში ეტევა ასევე არათის სისტემაზე გათვლილი 762 ვაზნაზე გათვლილი არათის მჭიდებიც, რომელიც გაბარიტებში ცოტათი უფრო განიერი არის, მოკლე 20 ვაზნიანი მჭიდები არის და თვითონ სამჭიდის გაბარიტების ზომა განსაკუთრებით ციგანი იძლევა იმ საშუალებას, რომ არათის ცოტა განიერი მჭიდიც დაფიქსირდეს. თვითონ მოლეს ლენტები ამ შემთხვევაშიც ლაზერული ჭრის მოლეები არის, დამზადებული არის ჰიპალონის მასალისგან, კორდურას შეფერილობის ჰიპალონის მასალა არის და თვითონ ძირითადი კორპუსი უკვე კორდურა 500-ით არის გაკეთებული. აქვს ამასაც ესეთი 4 განყოფილებიანი მოლეს პლატფორმა, 3 მოლე უჯრედით, სადაც ხდება ამ ლენტის გატარება და შემდგომი ფიქსაცია, ჯავშანჯილედზე იქნება ეს თუ საბრძოლო კამარზე. ზოგადად ამ ტიპის სამჭიდროები, სწრაფი ამოღების ეგრეთ წოდებული ფასტმაგის სამჭიდროები, იდეალური სამჭიდროები არის ზოგადად plate carrier-ებისთვის, არის ფილის მატარებელი პლატფორმებისთვის წინიდან დასამაგრებლად, წინა პანელის დასამაგრებლად და ასევე საბრძოლო კამარებზე გვერდზე დასამაგრებლად სიტყვაზე ჭიდის შეცვლის დროს ჭიდის სწრაფი ამოღებისთვის. წარმოდგენილი გვაქვს ასევე ცალკეულ სამჭიდროებთან ერთად სამჭიდრე პანელები, მრავალფუნქციური სამჭიდრე პანელები, ეს არის ემტაკის წარმოების სამჭიდრე პანელები, რომელიც არის კონკრეტულად plate carrier-ებიც, ანუ ფილის მატარებელი პლატფორმებისთვის გათვლილი და კონკრეტული მოდელის ფილის მატარებლებზე არის გათვლილი, ანუ ისეთ ფილის მატარებლებზე, რომელსაც წინა ნაწილი, წინა პანელი აქვს მოხსნარი, ანუ მოდულური კონსტრუქცია, სხვადასხვა კალიბრზე გათვლილი სამჭიდროების გადასაწყობად, ჩვენი გემოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის წელვადი რეზინით დამზადებული სამჭიდრე, მთლიანი კონსტრუქცია, წინა ნაწილიც არის წელვადი რეზინის კონსტრუქცია არის და გათვლილი არის სხვადასხვა ჭიდის მოსათავსებლად. რა თქმა უნდა, მაშინ მარტივად ჩადის M4-ის სტანაგის ალუმინის ჭიდი, ერთი მჭიდზე არის გათვლილი ეს კონკრეტული და ფიქსირდება ესეთი ზემოდან ბანჯი კორდით. ეს არის 4 განყოფილებიანი სამჭიდრე პანელი და უფრო ასე ვთქვათ, გათვლილი არის medium ზომა და large ზომა ფილის მატარებელი პლატფორმაზე დასამაგრებლად. ჩვეულებრივად თავსდება იმაგის მჭიდიც, ასევე აკაესის მჭიდიც და შეგვიძლია მოვათავსოთ ასევე ასეთი
შედარებით დიდი გაბარიტების მქონე ვაფლი მჭიდებით. და რა თქმა უნდა, ასევე პრობლემოთ თავსდება აკაიმის მჭიდებით. ესე გამოიყურება უკვე აწყობილ მდგომარეობაში, ხედავთ რომ პრაქტიკულად ყველა ის გავრცელებული მჭიდი, რომელიც შეიძლება საქართველოს პირობებში შეგვხვდეს, ჩვეულებრივად თავსდება ამ პანელებში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს პანელები გათვლილი არის კონკრეტულად ფილის მატარებელი პლატფორმებისთვის, რომელსაც აქვს წინა პანელის, ასე ვთქვათ, ცვლის ფუნქცია. აქვე წარმოდგენილი არის კიდე ცოტათი უფრო მინიმალისტური წინა ცვლადი პანელი, იგივენაირი კონსტრუქციის, ანუ კორდურა 500-ით დამზადებული, რომელსაც აქვს წინა, ასე ვთქვათ, რეზინის წელვადი სამგანყოფილებიანი სამჭიდე პანელი. გაბარიტებში ზუსტად იგივე არის, უბრალოდ 4 განყოფილებიანის განსხვავებით ეს არის უკვე სამგანყოფილებიანი. სამგანყოფილებიანი გათვლილი არის როგორც small ზომა plate carrier-ისთვის, ფილის მატარებელისთვის, ასევე შეგვიძლია დავამაგროთ medium ზომაზეც და large ზომაზეც უპრობლემოდ. და თვითონ ეს პანელები შესაძლებელია დამაგრდეს ზოგიერთი ტიპის ჩესტრიგებზეც, რომელსაც წინა მხარეს აქვს ესეთი ველკროს, ანუ ფრიცის პანელი და შესაძლებელია მასზე სხვადასხვა სამჭიდე პანელების დამაგრება, ცვლა და ასე შემდეგ. დღეს წარმოგიდგინეთ მაღაზია Tactical G-ში წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის სამჭიდეები, ავტომატის მჭიდებისთვის გათვლილი სამჭიდეები, როგორც საბრძოლო კამერებისთვის, ასევე plate carrier-ებისთვის, ფილის მატარებლებისთვის. შემდგომი ვიდეოებში იქნება განხილული ჩვენთან არსებული სხვადასხვა ტიპის საბრძოლო კამერები, ჯავშანჟილეტები და აღჭურვილობის და ეკიპირების სხვადასხვა ელემენტები, რომლითაც შეგიძლიათ დააკომპლექტოთ თქვენთვის სასურველი და თქვენთვის საჭირო ეკიპირების კონფიგურაცია. სრულ შემთხვევაში შეგიძლიათ მოხვიდეთ, შეიძინოთ ეს სამჭიდეები და აქვე შეგვიძლია რომ გირჩიოთ და მოგარგებინოთ თქვენს აღჭურვილობაზე კონკრეტული სამჭიდეები, თქვენს აღჭურვილობაზე და თქვენს კონკრეტულ იარაღის საჭიროებებზე გათვლილი ნიმუშების მიხედვით. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და უყურეთ შემდგომ ვიდეოებს, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო იქნება.